ხალხი განძღავს. რაო, ყველა ბავშვი სხვადასხვა წიგნი დაუწეროთო? რა თქმა უნდა, ერთი წიგნი უნდა იყოს. როგორ შეიძლება ორი იყოს? როგორ შეიძლება სამი წიგნი იყოს? ისტორიის წიგნი როა იყო, აი ხო შეიძლება დავუშვათ, აი რაღაც თქვა ღერძი რაღაც დავუშვათ ერთი და იგივე იყოს, რაღაც თქვა შევთანხმდით, მაგრამ აი სამეგრელოში რა ასწავლი. ხო შეიძლება იქ წიგნს რაღაც აქცენტი იყოს იმ ამბებზე უფრო მეტი გახდა და სამეგრელოში ხდებოდა. ბუნებრივად დაინტერესებს კაცო ზუგდიდში ცხოვრობს რაღაც ზუგდიდთან გვერდზე სოფელში რაღაც მოხდა. იმას წაიკითხავს წიგნში. ხო უფრო მეტი ინტერესით მიყვება დანარჩენ ისტორიას. ემოციური მაექნება. ხო ელემენტარულად რა ვიცი სვანეთზე სვანეთში თუ ბავშვი სწავლობს იქ რაღაც უფრო მეტი აქცენტი სვანეთზე გააკეთე. აი ბუნებრივად რა ანუ შეიძლება ელემენტარულად მარტო ამიტომაც კი განსხვავებული წიგნები ქონდეს. გარდა იმისა რომ შეიძლება სხვა მიზნები ქონდეს ამ წიგნებს. ანუ უფრო სირმესულად ასწავლო, სხვადასხვა მიდგომები გამოიყენო. მიდგომების ხო განსხვავებულია, კაცო სწავლის მიდგომი ერთი ხო არის. თუ გინდა რომ ასწავლო და თუ გინდა ის პროპაგანდა მოვაწყო და ტვინები გამოურეცხო და რობოტები გაზარდო, რა თქმა უნდა, ჯობია ერთი წიგნი ქონდეს. ბელადის სურათებიც იყოს შიგნით. კი, ჩაფენილი. ან მათემატიკა ერთი და იგივე როგორ შეიძლება იყოს? მათემატიკის რამდენიმე წიგნი არსებობს. რა თქმა უნდა, მაგალითად ერთ რაღაც მუსიკას რო ასწავლე, მუსიკალურ სკოლაშია, რაღაც იქ რაღაც ხვანერი მათემატიკა. იქ შეიძლება ამოცანებიც ერთი და იგივე იყოს, მაგრამ იქ შეიძლება კომპოზიტორების ისტორიებითში იყოს ჩაბული მათემატიკური ამოცანა. ხო უფრო მეტი ინტერესი დამოს ის მუსიკას სწავლობს. და მეორეს კიდე, რა ვიცი, ფილოლოგია სწავლობს, ლექსები უყვარს რაღაცა და ლექსით რაღაცა დაუწერე. სულ აი ტექნიკურად გაფორმებულის კი რო იყოს, გასწავლებული უნდა იყოს. თუ სწავლა გინდა. კაცო, სადაც ასწავლიან სპეციფიური სკოლები, სადაც არის საფეხბურთო სკოლებში ლაპარაკს არ ასწავლიან, წერას არ ასწავლიან, მაგრამ ასწავლიან სხვანაირად, სხვა რაღაცისთვის, მიმატება გამოკლებას, კონტრაქტის მნიშვნელობას, სწორ და არასწორი ქმედების მნიშვნელობას არ ასწავლიან, ხალხი წარმოიდგინე შეიძლება ცოტა ხანში მილიონერი გახდეს. და შენ წინასწარ ამზადებ იმას მილიონრული ცხოვრებისთვის, თუ ნიჭი აღმოაჩნდა. შენ ხო ის არ შეიძლება იგივე პროგრამით ასწავლო რა. როგორ შეიძლება ზოგადად მე რო კლასში ვიჯექით, ჩვენ როდესაც ვიყავით 20 ბავშვი კლასში. იმ 20 ბავშვს არ შეიძლება ერთნაირად ესწავლა. არც სწავლობდა ეს ბავშვები ერთნაირად. არც წიგნები არ იყო ეფექტური. ზოგი ბავშვი ასე სწავლობს, ზოგი ისე სწავლობს. ანუ ფიზიკურად არ არსებობს ფაქტობრივად არგუმენტი გარდა ძალაუფლების ცენტრალიზაციის და კონცენტრაციის ეფექტურობის ამგაგებით, მრავალფეროვნების და ცოდნის გარღვევების თვალსაზრისით და მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ეს ბავშვები, რომელსაც ეს ემუქრებათ, საბოლოო ჯამში ახლა არიან იმ მშობლების გავლენის ქვეშ, ანუ იმ მათი პატრონები არიან იმ მშობლები, რომლებიც მთავრობას მოუწოდებენ, რომ მოდით გააერთფეროვანეთ ჩვენი შვილების ცხოვრება და სწავლა. შენ რო გებზვის, იმიტომ რომ შენ ემუქრე კაცო, შენ შვილს სხვა მიდგომა ჭირდება. მოდი შენ შვილს ადამიანად მოვეწყო. უფრო გავითვალისწინოთ მისი საჭიროებები ან რაღაც სპეციფიკური რაღაც აზროვნების სტილი, რაც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს და ყველას რაღაც სპეციფიკური. შეიძლება ის დაგვარად მაინც გავითვალისწინოთ. ანუ მინიმუმ ერთ წიგნი არ იყოს, აი შეიძლება სამი იყოს. რომ ბავშვი ერთ წიგნს გაიქცეს, გასაქცევი ქონდეს. ალტერნატივა ქონდეს. სხვა წიგნთან ერგოს და არა, არ უნდაო, ჩემი შვილიც ასე უნდა ჯოჯოხეთში იყოს.